მიიღეთ ჩემი მხარდაჭერა თავიდან ბოლომდე და ასევე ღია სივრცის მთელი გუნდის, იმიტომ რომ ეს ამბავი, რომელიც 2-3 დღეა უკვე უბრალოდ არ ჩამოსულა სოციალური ქსელის გვერდიდან და მას მოყვა არაერთგვაროვანი და ძალიან ბევრნაირი შეფასება, მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სიმართლეში სრულიად, ასე ვთქვათ, გამართული ხართ, მაგრამ რატომ 35 წლის მერე, რატომ დასჭირდა ამას ამდენი ხანი, რა გიშლიდათ ხელს, რომ გეთქვათ ცოტა უფრო ადრე, ან ვთქვათ გაცილებით უფრო ისეთ პერიოდში, როცა ახალი და ცხელი მომხდარი იყო ეს ამბავი. ჯერ ვისარგებლებ თქვენი ეთერით. უღრმეს მადლობას მოუხდით საქართველოს და ამავე დროს ძალიან გთხოვთ საქართველოს თელს სვანეთს, მსოფლიოს, ერთი გოგოს, სვანის გოგოს, ნიტას სიცოცხლე გადავარჩინოთ 1 ლარით 50 კაპიკით თურქეთში ავთვისებიანი კიბოთი წოლიარე ხება ობლად ერთი ვაჟკაცი შეგვიძლია გადავარჩინოთ ნიტას სიცოცხლე გთხოვთ თელს საქართველოს სვანეთს. ნატა, თქვენ ალბათ ანგარიშის ნომერს გამოაქვეყნებთ მე უკვე თქვენს Facebook გვერდზე, საიდანაც ადამიანებს ექნებათ საშუალება. თავად ნიტას იცნობს, ნიტა არის ტიკტოკერი და თელი საქართველო იცნობს თითქმის და შეუძლიათ გადავიდეთ ნიტას გვერდზე და იქ არის გაუწიოს დახმარება. კი ბატონო, გიერთდებით ამ სურვილში თავისთავად ცხადია. ახლა გადავიდეთ იმ თემაზე, რომელიც უკვე კითხვად მოგაწოდეთ. 35 წელი. ანუ ეს ის დროა, როცა თქვენ დაგჭირდათ ძალების მოკრება, რომ საზოგადოებისთვის გემცნოთ ეს საშინელი ამბავი? ეს არის ფიცი, რომელიც სასაფლაოზე დავდები, როცა მე თავი დავხარე და წავედი სვანეთიდან. სახელი, რომელიც მამაჩემმა დამარქვა, არ მიტარებია, რაც სახლიდან წავედი იმ დღის მერე, პასპორტის გარდა და ეს პასპორტი ყველასთვის იყო ყოველთვის დამალული. თუ ძალიან არ მჭირდებოდა, არსად არ ვეყენებ პასპორტს და ყველგან ვარ უპასპორტო თითქმის ისე, რომ არ ვრეგისტრირდები არსად სახელით და გვარით. იმიტომ რომ არ მინდა იმ სახელის სვანეთში რაც გაისვარა, იმაზე მეტით გასვლა. მომიყვანა მამაჩემის სიყვარულმა აქ, ჩემი საწყალი მამის, რომელსაც ყოველდღე მილახავდნენ იმის გამო, რომ აყვანილი იყო. აყვანილი შვილი იყო, კი ბატონო. მაგრამ ის გარდაიცვალა ძალიან უცნაურ გარემოებაში, როგორც თქვენ ამბობთ. იბრძოდა აფხაზეთში, აფხაზეთის ომის დროს და უკან დაბრუნებული გულში ჭრილობით გარდაიცვალა. ოღონდ იყო თუ არა გამოძიება დაწყებული, ან თუ მიმართეთ მაშინდელ ორგანოებს იმისთვის, რომ გაგერკვიათ, რისგან გარდაიცვალა მამა. ეს სრულიად ბურუსით მოცული ისტორია, რამდენადაც მე მოვისმინე თქვენი ჩანაწერი. ეს ჩემთვისაც ბურუსით მოცული არის, იმიტომ რომ მამა იმ დღეს იყო, არ ვიცი ვის გვარი არ ვიცი, სახელი არ ვიცი, იმ კაცის წლის თავზე იყო მამა. ის საღამო იყო ჩემი ჯოჯოხეთის დღე. რომ მოვიდა ღამე იყო ალბათ ასე ღამე და გვიან 2-3 საათი რომ ძლივს გავუღვიძე, როცა მოვიდა ცხენის ფეხის დარტყმაზე და სულ ვიცოდი მამაჩემი რომ მოვიდა და აუცილებლად გამეღვიძებოდა, იმიტომ რომ მასთან ერთად მეძინა მეც. შემოვიდა იმ საღამოს არც კურტკა გაუძვრია, საერთოდ დაჯდებოდა, ადგებოდა და მეუბნებოდა და დაიძინე. მე წავედი და ერთადერთი ბოლო ჯერ მივეცი, მე მქონდა მისთვის სულ სიგარეტი მწეველი იყო. სულ მქონდა მისთვის სიგარეტი და მთხოვა ბოლო ღირს სიგარეტი იმ საღამოს მოვაწევი. ის სიგარეტიც არ ქონდა ბოლომდე მოწეული, იქვე ეგდო. არ ვიცი გაუვარდა, არ ვიცი ძალით მოერტყა, მაგი არ იცის არავინ, არ ჩატარებია ექსპერტიზა.
არ დაწყებულა გამოძიება და ძალიან მაინტერესებს მე ავცილებლად მოვითხოვოს ოფიციალურად რომ ჩაუტარდეს ექსპერტიზა და მაინტერესებს ძალიან მე უჩივი ვარ ასეულე ჩხიმიანებთან ერთად ავცილებლად უჩივლებ ნოდარიშერების ოთარი ვიბლიანს, თამაზი ვიბლიანს, თემური ვიბლიანს და რეზო ვიბლიანს მაგათ საჯაროდ უჩივი ვარ აქ და როცა დამკითხავენ იმ დღესაც ვიჩივლებ ეს საჯაროდ უჩივი ვარ იმისთვის რომ მამაჩემს რას ეუბნებოდნენ ისეთ რომ მამაჩემს სიკვდილამდე მიიყვანა თავი ანუ ჩვენ ზუსტად მაგ კონტექსტში დავსვით ეს შეკითხვა ანუ იყო მამაზე რაღაცა ისეთი ზეწოლა რომელსაც მან ვერ გაუძლო და თქვენ გაქვთ ეჭვი რომ სწორედ ამიტომ მიიღო მან ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება და აქედან ამ პერიოდიდან იწყება უკვე რამდენადაც მე ვიცი ამ პერიოდიდან დიახ აი თელი დღის განმავლობაში ხან ტირი ვარ ხან ისე ხანასე და ვიხსენებდი ყველა დეტალს ვიხსენებდი და ერთი ყველაზე საზიზღარი მომენტი და გამახსენდა პირველად ვნახე მამაჩემის და დედაჩემის ჩხუბი არასდროს არ ჩხუბობდნენ ხალხო მე ფოტოს დავდებ ჩემ გვერდზე რა ბედნიერად გამოიყურებიან ორივე სურათზე ნატა მაპატიეთ რომ იძულებული ვარ გაგახსენოთ ეს ძალიან მძიმე მომენტები თქვენი ცხოვრებიდან ძალიან რთულია და მე მესმის ალბათ როგორი რთული გასახსენებელია ეს ყველაფერი მაპატიეთ თუ ასე აგანერვიულეთ ახლა არა უბრალოდ საზოგადოებას ბოდიში რომ ის მოსმენა უწევს ჩვენ უბრალოდ სიმართლე რო გითხრათ მთავარი ამოცანა ჩემთვის რატომაც შეგაწუხეთ არის ის რომ საზოგადოებისთვის ძალიან ბევრი რამ გახდეს ნათელი და საზოგადოება მიხვდეს რომ არ ვიცი მე პროფესიონალებსაც რომლებიც გადაცემის მეორე ნაწილში იქნებიან სტუმრად უსათო დავეკითხები სწორია თუ არა თუნდაც ის რასაც ახლა ვაკეთებთ მაგალითად ის რომ თქვენ პირდაპირ ეთერში ყვებით იმას რაც გაგიჭირდათ რაც გადაგხდათ ცხოვრებაში იმიტომ რომ იქნებ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, არ ვიცი, მე ვისარგებლებ ამ შემთხვევით და ამ საშუალებით, რომ მათაც ვკითხო, არის თუ არა გამოსავალი, რომ საზოგადოებაში ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს თუ არა ზიანი მაინც შემცირდეს ადამიანების, რომლებიც აი ესეთ საშინელ გზას გადიან ცხოვრებაში. ამიტომ გთხოვეთ, რომ გეთქვათ ის, რაც თქვენ გაიარეთ, აი როგორც შეძლებთ ამის გადმოცემას, თუ ეს თქვენთვის ძალიან მძიმეა, ამ წუთასვე მზად ვიქნები დავასრულო ეს ინტერვიუ, იმიტომ რომ მე ვხედავ, რომ თქვენ ძალიან განიცდით და ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ და ამის მოსმენა, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია, თუმცა ალბათ საზოგადოება უნდა იყოს მზად ამის მოსასმენად. მე ერთი კითხვაც მაქვს თქვენთან. ის, როდესაც ეს კოშმარი დაიწყო და როდესაც თქვენმა ნათლის ძმამ დაიწყო თქვენზე ძალადობა და თქვენ იყავით 9 წლის პატარა ბავშვი. არავინ არ იცის ხალხო 9 წლის ვიყავი, 8 წლის ვიყავი, მაგას ვიძახი მე სავარაუდოდ, იმიტომ რომ მე საქართველოს და მთელი კაცობრიობის წინაშე ვდგავარ 4 წლის განათლებით. მეტი განათლება მე არ მაქვს, მე რაც შევისწავლე ადამიანებისგან და ხალხებისგან ისევ იმ განათლებით მოვედი აქამდე. ხო, მაგრამ არ ქონიათ სურვილი, რომ დალაპარაკებოდით დედას, დალაპარაკებოდით და-ძმას, ან დალაპარაკებოდით ვიღაც ადამიანს, რომელიც თქვენ გვერდით იყო იმ პერიოდში, რომ შეგეჩივლათ და გეთქვათ, რომ თქვენზე ძალადობენ, რომ იქნებ დახმარებოდნენ ეს ადამიანები. ეს რა იყო? არ ქონდათ მათი იმედი თუ უბრალოდ თქვენ გწვენოდათ ამისი აღიარება? არა. თელმა ურიშმა, თელმა ყარმა იცოდა, რომ მე ვიყავი ორსულად. ყველა მიცოდა ოთარი ვიბლიანის უფროსი გოგო რამდენი წლისაც არის ზუსტად ის წელი გაიგეთ და გამოაკელით 53 ის წელი იმდენი წლის ვიყავი ორსულად როცა ვიყავი იმ ბავშვის სუფრიდან გამომაგდეს ნოდარიშერებმა ქვების სროლით უფროსებმა შებოდა
იყო და მაგათმა შულებმა ქვები მესროლეს დღეს, რომელებმაც ჩემი სახელი უნდა დაეცვალ, შეგროვდნენ იმისთვის, რომ ჩემი სახელი უნდა დაეცვათ იმისთვის შეგროვდნენ, რომ სახელი დამარქვეს ჩემ ძმებთან ისევ ბოძის, დაიშალდნენ და წავიდნენ. ეხლა ზუსტად იმიტომ არის ჯერ ნოდარიშერებს უჩივლებ და მერე უჩივლებ ჩხუმიანებს, იმიტომ რომ ნოდარიშერების დაჭერით ჩათვალეთ, რომ ნახევარი ჭუბერი არის დაჭერილი. იმდენი იციან, ამიტომ პირველი რასაც გავაკეთებ, ამ ჯალად ბებერ ნოდარიშერების ვიბლიანებს ჩავაბარებ და გამოიძიონ მაგათი თელი სიბინძურე 90-იანებიდან დაწყებული, რაც ნაჭამი აქვთ არას კანონიერი გზებით, რაც ასე წაგლეჯვით. ჩვენ წაგვართვეს მიწა, ჩვენ წაგვართვეს ცხოვრება. იმდენი გააკეთეს ოთარი ვიბლიანმა, დათუშა ვიბლიანმა, სამაზი ვიბლიანმა, რომ მამაჩემს ასტემირის სიცოცხლეში ბაბუა ჩემი იყო სვანეთში განთქმული ერთ-ერთი მედიატორი, მისი სახელი ქუხდა. ასტემირ ვიბლიანის და იმის ოჯახს. მარტო ნოდარიშერები კი არა, თელი ჭუბერი რატო არ ადგა კაცები, როცა გაიგეს, რომ ბაბუას სახში ეს ხდებოდა, სად იყო ის კაცები დღეს პოსტი რომ მიძღუნიან სვანის კაცები, რომელიც მე თურმე მოსულ ვარ იმისთვის, რომ სვანეთი დავამხო. მე მოვედი იმისთვის, რომ თქვენნაირი სვანები გავაქრო იმ სვანეთიდან და დავტოვო ის ვაჟკაცები მართლა ვინც იმსახურებ. მე არ მოვედი სვანეთის დამხობისთვის, მე მოვედი იმისთვის, რომ მოვაცილო. პედოფილები ოჯახი იმსახურებდა ჩემ მიწაზე სახლის აშენებას, იქ ცხოვრებას, ჩემი მამის დაცინვას და მე დამნაშავესავით, ქვების სროლით სვანეთიდან გამაგდეს სახელგატეხილი ბუდის სახელი. მომიკლეს შვილი, მომიკლეს, ყველაფერი მომიკლეს. ნატა, თქვენ გყავთ დაძმა და ის პერიოდში, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა, რამდენად იყვნენ საქმის კურსში თქვენი დედმამიშვილები, დაცულებიც რამდენად იყვნენ, იმიტომ რომ თუ ვთქვათ ასეთი მხოლოდ თქვენზე იყო ჩვენ ერთი დიდი ტერორისტული როგორ უძახიან ქართულით არ ვიცი. მანანა ფარძიანის განთქმული ყაჩაღი. არაერთი ადამიანის სიკვდილი იქნება იმ კაცზე, იმდენი ის ყავდა, მტერი ყავდა. ის კაცი ჩამისახლეს სახში ორ ობოლ ბავშვთან და აყურებიებდნენ ამ ყველაფერს ხალხო და ეს ნოდარიშერები დავინდო. ისიც თვალით უყურებდნენ ამ ყველაფერს, მოდიოდნენ სანახავად და იმისთვის მოდიოდნენ, რომ დაერეკათ ბაბუასთვის. ნატა, ცოტა გასაგებად უფრო რომ ავხსნათ, ანუ ეს ადამიანი ჩასახლა თქვენთან სახლში, რომელიც აგრძელებდა, ვთქვათ, იმ მოქმედებებს, რაც სხვა ადამიანებმა გაიდინეს თქვენ წინაშე. ეს აკეთებდა იარაღის მუქარით და ეს აკეთებდა ძალადობით. კაცი არასდროს არ ცილებდა ავტომატს, კაცი სახიდან მასკას არ ცილებდა 24/7-ზე სახე ჰქონდა დაფარული იმდენი სისხლი, იმდენი სიბინძურე, რამდენი ტოლვილის სისხლი იქნება ამ ხალხის ხარჯზე. ხალხო, ჯერ ბაჩუკის და მაგათი მე არ ვიცი ჩვენ სახში რა მოქმედებები ჩაატარა პოლიციამ, მაგრამ მე ძალიან მე გამოუცხადე ჩვენს პოლიციას, რომ გენდობით ხო, ვენდობი ნამდვილად ეს არ არის სისტემა, რომ ვიღაცამ გამოიყენოს, ეს ეხება დანაშაულს და მე ვენდობი ამ წუთას პოლიციას და ვთხოვ მაქსიმალურად ჩემ სახში ყველა ყუთე, კედელი, ჭერი, თუ რამე არსებობს, ყველაფერს ნატა, რა მოლოდინი გაქვთ თქვენ ახლა? მე რამდენადაც ვიცი 90-იან წლებში ბაბუამ თუ არ ვცდები შეიტანა ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში დიახ და მე რატომღაც იყო გამოტანილი ეს განცხადება. ესეც მუქარით, ნახე მუქარით ბაჩუკი ჩხუმიანმა მუქარით და ძალადობით დედაჩემს საჩივარი გამოატანინა. დედაჩემს ძალადობით და არ ქმევია, რომ ის რა ქვია
ვითომ თხები მოგცა იმ მიწაში და იყიდა ისევ დაგვამცირა, ისევ ჩემი ძმები სამწყემსია თელი ზაფხული საწყალ ბავშვებს 5 წლის და 6 წლის რამაზის და მე ადგა ის თხები მოიპარა, ის მიწა წაიღო და თხებიც წაიღო. ჩვენ დავრჩით მარტო დაცინებული. ჩვენ დაგვცინეს სად იყო ის ჭუბერის ვაჟკაცები მაშინ, სად იყო? კაი ნესტანი იყო, მარინა იყო, შევეშვათ. იქ ცხოვრობდა 2 ვაჟკაცი, რამაზი და რეზო, რომელიც იზრდებოდა გოჩას სახელზე და იმ სახში რატო არ მომკლეს მე ეხლა რო ემეტებოდა ჩემთვის 2 გრამი ხმარ ვამოვიღე მაშინ რო ემეტებოდა 2 გრამი ტყვია მაშინ რატო არ მესროლეს რო სახელი არ გამეტეხია არც გვარისთვის და არც არავის მაშინ რატო არ იფიქრეს მაგაზე ჩემი ძმების სახელი მაშინ რატო არ გაასუფთავეს ეხლა კიდე ცდილობდნენ რომ ჩემი ძმები ჩაერთოთ ამ საქმეში მე ხო ვიცოდი ნოდარიშარებს ვიცნობ მე მოხარშულ შემწვარს როდის რას ფიქრობენ იგი ვიცი ამ ხალხზე უკვე იმდენი წელი არის რომ სწავლობ ხალხს არიან ჩამოყალიბებული აფერისტები როგორ ხუთი სახეა წარმოიდგინე 90-იანებიდან მოყოლებული რამდენი ისინი გამოიარეს ხელისუფლებები და ხალხი ყველას მოერგნენ ჭუბერი ყველას მოერგო რას ვიძახი იცი ყველას მაინც ნუ განვაზოგადებთ მთლიანად თქვათ დასახლებაზე მე ძალიან ღირსეულ ძალიან კარგ ადამიანს ვიცნობ სვანეთში და ისინი ჩემი მეგობრები არიან და მე ვთვლი რომ მე სვანეთთან ადამიანები არიან ნამდვილად სამოყო ქართველები ნამდვილად ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ ასეც ამიტომ ალბათ მაინც ნუ განვაზოგადებთ თვითონ კუთხეზე კონკრეტულ ადამიანებზე რო ვილაპარაკოთ მაინც ანუ ამ ადამიანებმა ჭუბერზე მე თლიანად ვარ გაბრაზებული მე ჭუბერზე ვარ გაბრაზებული იმიტომ რომ ჭუბერში ოჯახს ვერ იპოვით რომელიც ჩემი ნათესავი არ არის ამ კონკრეტული ჩხვიმიანები როგორი არის მაგენი ჩხვიმიანები არ არიან და მოვიწყო მაგათ თქვენ თქვენ ხელოვნურად გამშობიარეს რამდენადაც ვიცი ეს მოხდა ზუგდიდში და თქვენ არაფერი იცით ბავშვის შესახებ რამდენადაც ვიცი ხმა მოგესმათ მისი ტირილის ეს მოხდა ხელოვნური წყვეტა მოხდა მშობიარობის მაგრამ თქვენ გაიგონეთ ბავშვის ხმა და თქვენ არ იცით დღემდე ეს ბავშვი ცოცხალია რა მოხდა რა დაწრიალდა მის თავს არაფერი არ იცით არანაირი ინფორმაცია ამ შესახებ არ გაქვთ მარტო გავიგონე რომ მარტო დავინახე რომ თმა ქონდა შავი თმა ქონდა და გავიგონე რომ ძალიან წვრილი და მაღალი ტონალობის ხმა ქონდა ანუ ცივად იტირა გამომიგზავნეს და მალე გამომიგზავნა ქალბატონმა თამუნა მუსერიძემ ყველანაირი ტესტი გავიკეთებ მალე იქნება ჩემთან გავიკეთებ მეც ტესტს და დავიწყებ ჩემი ნათესავების ძიებას ჯერ დავიწყებ ჯერ იმით დავიწყებ მე ვინ ვარ ვისი ვარ ნოდარიშერები ვარ რა გენეტიკის ვარ რომ ჩვენ მიწების გამო ასე გავწირეს ну თუ ასეთი უსისხლო როგორ 21 საუკუნეში და თუ გინდა 21 საუკუნე არ იყოს როგორ უნდა გაწირო მიწის სახლის და მსგავსი ნივთების გამო ოჯახი გვარი ძმა ძალი მიშვილი ჩემამდე ვერ მოდის ამ ხალხის აზროვნება ვინაიდან მამიკონა იყო ნაშვილები ესენი ფიქრობდნენ რომ მამიკო იყო ნაგვარი ჩვენი მიშვილები არაერთხელ დაუძახნია ოთარი ბიბლიას დაუძახნია მე ვერ მიტანდა განსაკუთრებულად ვერ მიტანდა ოთარი იმიტომ რომ მე მქონდა ძალიან შიგნით თვალები და ყოველთვის ვისმენდი არ ვლაპარაკობდი მამა ჩემის სიკვდილის მერე შევწყვიტე ლაპარაკი მარტო ვაგროვებდი ინფორმაციას არა ოფიციალურად რომ მე უპატრონო ვიყავი ეს იყო იმ საღამოს როცა ჩემი ბავშვის
სიკვდილი გადაწყვიტა ბაჩუკი ჩხმიანმა და იქ მყოფმა ადამიანებმა მაშინ თქვი რომ ნატა აზრი არა აქვს შენ არავინ არ ყავს დატა ერთი აუცილებლად რაც მინდა კითხოთ ეს არის თვითონ ფეხმძიმობის პერიოდი რომელიც ცალკე გამოსაყოფია ალბათ ამ თემიდან ძალიან მძიმედ არის აღწერილი როგორ გასმევდნენ რაღაცა სპეციალურ ნახარშებს ბალახის ანუ ეს იყო მიმართული სპეციალურად იმისკენ რომ თქვათ ნაყოფის ან ორსულობა შეწყვეტილიყო და თქვათ ნაყოფი მოეშორებინათ ანუ თქვენ გაიარეთ საკმაოდ მძიმე გზა და ბოლოს ეს დასრულდა იმითი რომ საერთოდ ნაადრევად გამშობიარეს. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ პერიოდში თუ გახსოვთ რა პერიოდს გადიოდით მაგ დროს? ზუსტად მე ის ბავშვის მერე პერიოდი რაღაც მომენტები არის რომ როგორ შეწყვეტილია საერთოდ ყველაფერი საერთოდ არაფერი არ მახსოვს მარა ეხლა როგორც მომივიდა მე ჭუბერიდან ინფორმაციები შენ არ გახსოვსო თუ არაო შენო იმით იყავიო შემოყვანილიო სისხლდენით ყოფილ ვარ შეყვანილი როგორც მე ვიცი მე ზუსტად არ მახსოვს იმიტომ რომ იმ ხელა სტრესი მქონდა რომ ის მონაკვეთი ის ბავშვის ხმა მესმოდა მარტო აჰა ეს უკვე მშობიარობის შემდეგ გესმოდათ ბავშვის ხმა მაშინ რატომ დაგჭირდა საბეჭდილება რომ ბავშვი მოკლეს თქვენ პირდაპირ თქვენს ერთ-ერთ ვიდეო ჩანაწერში ამბობთ რომ ბავშვი მოკლეს აი რატომ დაგჭირდა ეს საბეჭდილება იმიტომ რომ ბავშვი როგორ იცი ფეხში ქონდა როგორ სადისტურად თავფეხში ეკავა ბავშვი ერთ ხელით და იმას მოუკარი ზუსტად კარებში რო გაყავდა ერთი ხელით და ისე საწყლად იკითხა იმ ბავშვს რა უყო და უთხრეს რომ მოკალიო და მე მის მერე ბავშვის პოტენციური მამა ამბობდა ამას ხო კი ბატონო ბაჩუკი ჩხმიანი კი ბატონო გასაგებია ამის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი თქვენ მოდიხართ ოჯახიდან და მიდიხართ ქუთაისში ამის შემდეგ იწყება ჩვენი იმ სახლით ამის მერე იწყება რაც იწყება ეს არის ზუგდიდში რო გადმოხვედით საცხოვრებლად შემდეგ თქვენ დატოვეთ ოჯახი ჩემი ორსულობის მერე მოხდა ის ყაჩაღი რო შემოგვისახლეს და იმის მერე დაიწყო მუქარები რო ყველა საინტერესებდა თელსოფელს საინტერესებდა საწავი და ბავშვი და ბაჩუკის ხო სჭირდებოდა ვიღაცა შიგნით რო ყოლოდა და მანანას ხარძიანის ყაჩაღი ძმა ჩაგვისახლეს სახლში რომ მე სახლშიც მშინებოდა და გარეთაც მშინებოდა და ცხოვრებაში როგორც ხალი არ შემდგარ ვიყავი მაგას ცდილობდა რომ მე ისე გამფუჭებოდა სახელი რომ როგორც ქალს ჩემ ცხოვრებაში ხმა ვერ ამომეღო ზუსტად მაგამ გადამაწყვეტია რომ ნატა რაც იქნება ისედაც გიყურებენ ვინც გიყურებს ნათესავები გიძახიან ბოს და ერთი ხალხის იმას გადაჯაგვას გადაუძლებ ზუსტად მასე ვიფიქრე უკვე შვილიშვილი რომ მეყოლა ვიფიქრე რომ ნატა всё დრო არის ეხლა შვილიშვილს მოესწარი ნინიკოს გაბედნიერებას მოესწარი და უკვე დრო არის რომ აღვასრულოთ უკვე ის უსამართლობა რისთვისაც მეც და ჩემი მთელი ოჯახი დაისაჯა და განსაკუთრებით მე ჩემი ძმები მეწოდება ეხლა ამას რო უსმენენ სიკვდილი მიჩვენია მაგას მაგრამ უსისხლოდ ჩემ ძმებს რო ერი არ ყავდეს არ შიგნით ნოდერიშერების სახით და არც ხვიმიანების სახით რო ერი რო არ გაიჭაჭანოს მაგათა არ ემარეს და არასდროს არ გაბედონ მტრობა მაგის გამო გავაკეთე ეს იმის გამო გავაკეთე რომ ჩემ სასახელო ბაბუის სახელი ფეხქვეშ გათელა თელმა ვისაც შეეძლო მაშინ იქ კაცებმა განსაკუთრებით ბაჩუკიმ და მისმა ოჯახმა ძალიან ივაჟკაცა ყველანაირი სიბინძურე გააკეთეს ასტემირის სახლში დრო იყო რომ მე თუ
ნატა, ეხლა თუ გაქვთ კონტაქტი, ეხლა თუ შემოგეხმიანენ, აი როგორც კი გაასაჯაროვეთ ეს ყველაფერი და როგორც კი მოყევით თქვენი ამბავი. თუ შემოგეხმიანენ თქვენი ძმები, თუ გაქვთ კონტაქტი ოჯახის წევრებთან? არა და არც მინდა რომ არც ტელევიზია მე გამომძიებლის და ადვოკატის გარდა მე ჩემს ოჯახს ვინმე გაეკაროს იგი არ მინდა დედა ჩემსაც არ მინდა ვინმე მზედმეტად კითხოს მე მინდა რომ თელი საქართველოს წინაშე დედა ჩემს ძალიან ცუდი სიტყვებით მოიხსენიებს ყველა და მე არც მის დაცვას ვეცდები და არც დავიცავ ერთი სიტყვითაც არ დავიცავ მე უბრალოდ როგორც ხალი სოლიდარობას უცხადებ და როგორც დედა სოლიდარობას უცხადებ აი როგორც ადამიანი ჩემ ცხოვრებაში ვთქვი და არ მყავს და არ მინდა ჩემ ცხოვრებაში რო იყოს მაგრამ გამოძიება რო დასრულდება ვინ მარინას უძახო და შეისეთი ხარ შეასეთი იყო მარინა ცუდი სიტყვებით ბოლო როგორც არის და ჩათხო მე მინდა რომ გამოძიებამ თვითონ დადოს დასკვნა და ხალხმა თვითონ გაიგოს მე მარინას გამართლებას არ ვაპირებ მე უცხადებ აქედანვე სოლიდარობას როგორც ქალს და როგორც მწვერვალს ახლა თქვენ გამგასაჯაროვი ანუ თვითონაც მსხვერპლი გამოდის დედაც გამოდის რომ იყო ძალიან ძიმე მდგომარეობაში და მან ვერ გადალახა ეს შიშის ფაქტორი ალბათ რომელიც მარტო შიშის არა დედა ჩემი ყოფილა როგორც ამბობენ ძალიან ლამაზი გოგო უბერი რომელიც მე რატო ახსენებ უბერს ხალხო თქვენ თელს სვანეთთან მე პრობლემა არ მაქვს თელი სვანეთი მიყვარს და სვანი რო ვარ მიტო ვაკეთებ და ჩემი სვანი ბაბუის სახელი რო დავიცვა იმიტომ ვაკეთებ მაგასაც მე არ ვარ სვანეთის მტერი თელი საქართველოს თელი სვანეთი მიყვარს და ვგიჟდები მინდა გითხრათ ძალიან ბევრმა სვანეთიდან მხარდაჭერა გამოგიცხადათ და ძალიან ბევრი წერდა ამაზე ეს მე ჩემი თვალით წავიკითხე ეს მინდა რომ იცოდეთ უბრალოდ რომ ნამდვილად ძალიან ბევრმა ადამიანმა მთელმა საქართველოს ძალიან ბევრი კუთხიდან მათ შორის სვანეთიდანაც ძალიან ბევრი ადამიანი გულშემატკივრობთ და განიცდის ამ ამბავს ძალიან ნამდვილად ასე ვადევნებთ ამას მე ყველა იმ სვანს ვინც მისი დუმილი გამოიყენა ყველა იმ სვანს სემპატიურს მე ყველა იმ სვანს სემპატიურს რომელიც სოლიდარობა ასე ღიად გამოაცხადა ყველა იმ სვანს სემპატიურს და მიყვარხართ ყველა ვინც ჟღლეტვაში მადანაშაულებთ და მაბრალებთ რომ მე მოვედი იმისთვის რომ სვანეთი ჩამოვაქციო პირიქით მე მოვედი იმისთვის რომ სვანეთიდან მოვაცილო პედოფილები და ბინძური ხალხი და ზუსტად ვაჟკაცებმა იცხოვრონ და ზუსტად ის სახელი გააგრძელოს რაც ისტორიულად გააჩნია სვანეთს მე არა ვარ სვანეთის მტერი სვანეთის მტერი ის კაცები არიან დღეს პოსტი რომ მიძღვნიან და არა მე ვგიჟდები ჩემ ბაბუაზე მე ვგიჟდები ჩემ სახლზე მე ვგიჟდები ჩემს მიწაზე და მე ვგიჟდები ნატა უბრალოდ თქვენ გინდათ რომ სიმართლემ იზეიმოს ეს გინდათ თქვენ და თქვენ გინდათ რომ იცოდეს ყველამ რომ ისაც მოხდა თქვენ თავს ეს იყო აბსოლუტური არ ვიცი აი არც კი ვიცი რა დავარქვა ამას მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამოძიება და სასამართლო აუცილებლად დაარქმევს ამას სახელს რაც არის როგორც მოხდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მხარდაჭერა ნატა თუ თქვენ გაქვთ რაიმე კიდევ სათქმელი დაგიტოვებთ ცოტა დროს და შემდეგ თქვენს ადვოკატთან მინდა გადავიდე უკვე სამართლებრივ თემაზე რომ დავსვა რამდენიმე შეკითხვა უღრმესი მადლობა თქვენ მოწვევისთვის უღრმესი მადლობა თელ საქართველოს უღრმესი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც სოლიდარობა გამომიცხადეთ პირადში აშკარად გულიგტკივად და ვიცი რომ ვერ მწერთ იმნაირ ხალხს ყველას და საქართველოს ყველას საერთოდ იმ მტრებსაც
თქვენ ალბათ ყველაზე მეტად გაგიხარდებათ და გენდომებათ ის, რომ ასეთი შემთხვევები აღარ ხდებოდეს, აღარასოდეს განმეორდეს და ალბათ ზუსტად თქვენი, ვთქვათ, აი ამ ხმამაღალი გამოსვლის საფუძველი და მიზანი და მიზეზი ზუსტად ეს არის, რომ ასეთი რაღაცები აღარ მეორდებოდეს ჩვენს ქვეყანაში და არცად საერთო დედამიწის ზურგზე. დაუშვათ, რომ თქვენი შვილი ცოცხალია და გიყურებთ ახლა, რისი თქმა მოგინდებოდათ მისთვის? არ ვიცი. ეხლა იმას ვერ ვეტყვი, რომ როგორც კი დავინახავ სისხლი რას იყივლებს სისხლი. ისეთი ზიზღი გამაჩნია, ანუ მისი წარმომავლობის მიმართ, პაჩუკი ოჯახის მიმართ, რომ არ ვიცი როგორი იქნება, მაგრამ მე იმ დონეზე მიყვარს ბავშვები და არა, ბავშვი არაფერ შუაში არ არის, ხო, თავის დავცხადი მისი დანაშაული საერთოდ არ არის, მაგრამ თვითონ თუ აქით ანუ მე არ მიჭეს ადამიანებთან ურთიერთობა. აქ თუ არ დამისვი კითხვა, მე თუ დავიწყე ლაპარაკი, გაჩერება არ ვიცი. ამიტომ უნდა მაწყვეტიო, ნაწყვეტ, თორემ მე გაჩერება მარტო რო ვარ მიჩვეული ლაპარაკ, სულ ლაპარაკობ ჩემთვის, არავინ არ მაწყვეტიებს. და ეს პრობლემა მაქვს, მოსმენის პრობლემა. უნდა მითხრა, რომ აწი ეს გავაგრძელოთ, თუ არა, მე მიჩვეული რო ვარ ჩემთვის რო ვლაპარაკობ. ხო და რა გექნებოდათ? აი თქვენი შვილისთვის სათქმელი, რა გექნებოდათ? ჩემი შვილისთვის ამას თუ მოისმენდა ამ ისტორიას რომ მოისმენდა მე თუ მოვიდოდა და ჩამეხუტებოდა როგორც ნინი ისე მეყარებოდა იქიც არ განვასწავლებდი ნამდვილად. ოღონდ თვითონ თუ გამოიჩენდა ინიციატივას მე იქით ვერა. ნატა, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოიჩინეთ ესეთი გულისხმიერება სხვა ადამიანების მიმართ, რომლებსაც შეიძლება იგივე მდგომარეობა შეექმნათ და ძალიან ისეთი ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგით სხვათა შორის სვანქალებს, თუ კი რამეს დავაბრალებთ, ზუსტად ეგ არის გამბედაობა, რომელიც ნამდვილად ძალიან ისეთი მოცემულობაა მათთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაბედით და თქვით ყველა. ვისარგებლებ ერთი წუთით ვისარგებლებ. ერთი წუთით და გავალ. მე უხდი სვანეთის იმ ვაჟკაცებს ოდიშს, რომ მე სოციალური ქსელით ეს გავაკეთე, ნამდვილად იმ ვაჟკაცებს, ვინც არ იმსახურებდა, რომ სვანეთში ეს გაჟღერებულიყო. მაგრამ მე ასე რო არ მოუქცეულიყავი, მე დღეს ან მყარი ვიქნებოდი, ან საერთოდ არ ვიქნებოდი და მე მაპატიეთ, რომ სვანეთი ასე გამოვიტანე და სვანეთის სახელი ასე ვაჟღერი, მაგრამ მინდა რომ სამართალი აღსდგეს, მინდა ცხოვრებაში არ გაუჩნდეს არც ერთ კაცს და არავის დაჩაგროს ქალი და დაჩაგროს ბავშვი. ძალიან დიდი მადლობა და ეს შეიძლება მოხდეს ყველგან, სვანეთშიც, კახეთშიც, სამეგრელოშიც, ეს არ უნდა ხდებოდეს, არც ამაზე არ უნდა ხდებოდეს.